საქართველოს პრეზიდენტმა აჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერების შესახებ დღეს განცხადება გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა, მაგალითად, ქობულეთის ფილების მწარმოებელი ქარხნის გაჩერება დაასახელა. პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკა დაპაუზებულია და მთავრობამ დროზე უნდა იმოქმედოს. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება მოსახლეობის ცხოვრების დონეზე უარყოფითად აისახება. აჭარის ფინანსთა მინისტრი პრეზიდენტის ხედვას ეკონომიკური განვითარების შესახებ არიზიარებს და აცხადებს, რომ მდგომარეობის გაუმჯობესება არა სახელმწიფო შეკვეთებზე ამოქმედებულ კერძო საწარმოს, არამედ ინვესტიციებსა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას მოჰყვება. ეკონომიკა არის დაპაუზებული. დაპაუზებული ეკონომიკა ისე უნდა დააჭიროს full place და წავიდეს წინ. იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება უკან გადახვევა და ყველაფერი დაბრუნდება იქ საიდანაც ძლივს დავიწყეთ ამოსვლა. აი ეს არის კიდევ ერთ აი ეს არის პროდუქცია, რომელიც აღარავის აღარ ჭირდება. არა და ეს უნდა ყველაფერი ამას გაელამაზებია ჩვენი ქალაქები, ქართული პროდუქცია, ქართველების გაკეთებული საქართველოსთვის და საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. მე დავსვამ საპირისპირო კითხვას, რომელი ესე ვთქვათ საინვესტიციო პროექტი შეჩერდა. ანუ საწარმო იქნება ზოგადად იმისთვის, რომ სახელმწიფო შეკვეთა, მთავრობის შეკვეთები უნდა შეასრულოს და ეს ინფრასტრუქტურის განვითარების ხარჯზე უნდა გაკეთებულიყო, უკაცრავად ეს ქვეყნის განვითარება არ არის. ქვეყნის განვითარება არის თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, თავისუფალი ინიციატივები და ბევრი ინვესტორი.